200, 400, 700, 900, 1000 ეს მე. აქ არის ზუსტად 6500 ლარი და თითოეული ლარი არის შენი, მაგრამ ეს ჭურჭელიც გაიზრდება და ამ ჭურჭელში თანხის რაოდენობა. რატომ, რისთვის და საერთოდ რას ვსაუბრობ, ამას ვიდეოს განმავლობაში აუცილებლად გაიგებ, მაგრამ მანამდე გეტყვი გამარჯობა. მე პაპელა ვარ და თუ ეს ფრაზა პირველად გესმის, აუცილებლად გამოიწერე არხი, მაგრამ თუ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ესე იგი კარგა ხანია გვიყურებ. მაგრამ აქამდე ამ ფრაზას სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა კი საერთოდ სხვა მნიშვნელობა შეიძინა. აქამდე არსზე ხედავდი გიორგი პაპელიშვილს, რეჟისორს, პროდიუსერს, ვიდეოგრაფს, ფოტოგრაფს, ავტომოყვარულს, ავტოვლოგერს, კარგ შვილს, სამაგალითო მეუღლეს და მარკეტერს და რა ვიცი, ამ სახელსა და გვარ შეგვიძლია ძალიან ბევრი რეგალია მივაწეროთ დაბლა, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამ არხის გაკეთების იდეა იყო ის, რომ მე ქონოდა ჩემი პირადი სივრცე. სივრცე, სადაც მე ვიქნებოდი საკუთარი თავი. მე ვიქნებოდი მე, უბრალოდ პაპელა. მეკეთებინა ის, რაც მე მიხარია ჩემს სულ სასაზრდოებს და მოჭარბებული ადრენალინის გრძნობით გულის პეთქოს ძრავის ბრუნებს უტოლებს. სანამ იმას მოგიყვებით, თუ სად ვიყავი ეს 6 თვე, რატო ვიყიდე ეს მანქანა და სხვა საინტერესო ამბებს, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ჩემს bucket list-ში ყოველთვის იყო ერთი პუნქტი. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საკუთარი მანქანით მეორე მოსახვევის გავლა. დრიფტით. ძალიან ახლოს მომივიდა, მაგრამ პირველი მცდელობისთვის მე მგონი კარგი იყო. ძალიან გაასწორა. ასწორებს. და აი ამ შტამბეჭდავი კადრების შემდეგ ვაანონსებ ედიტების კონკურსს. წესები უმარტივესია. საპრიზო ფონდი გვაქვს 1000 ლარი. ყველაზე მეტი ნახვის მქონე პოსტი მიიღებს 500 ლარს, მეორე ადგილზე 300 ლარს, მესამე ადგილზე კი 200 ლარს. ედიტები მიიღება მხოლოდ და მხოლოდ ამ ვიდეოდან. ამოჭერეთ ნებისმიერი მომენტი და გააკეთეთ ნებისმიერი სტილის ედიტი. ატვირთეთ თქვენს TikTok-ზე და აუცილებლად მონიშნეთ ჩემი TikTok-ი. ვიდეომ რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, უნდა კონდეს მინიმუმ 30000 ნახვა. გისურვებთ წარმატებებს. 6 თვეზე მეტია ვემზადები ამ ვიდეოს გადასაღებად და სულ ამ დროის განმავლობაში მეგონა რომ ვიდეოს თავარი გმირი იქნებოდა ჩემი ახალი მანქანა. მაგრამ პროცესში მივხვდი რომ თურმე ეს ვიდეო ჩემზეა. ამიტომ სანამ მანქანას გაგაცნობ, მანამდე მოგიყვები რომ ბოლო პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირად ადგა. იყო ძალიან ბევრი პრობლემები, გამოუვალი მდგომარეობები და ასე შემდეგ. ვცდილობდი რომ ყველაფერი თავის ადგილზე დამებრუნებინა, მაქსიმუმს ვაკეთებდი ამისთვის, მაგრამ მივხვდი რომ თურმე დასალაგებელი არაფერია.
პირიქით, პერიოდულად აუცილებელია რადიკალური ცვლილებები. სანამ არ გაუშვებ შენი ცხოვრებიდან ყველას და ყველაფერს, რაც ენერგიას გართმევს, გფიტავს და ზოგადად ტოქსიკურია შენი ცხოვრებისთვის, მანამდე კარგიც არაფერი მოხდება. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, შენ თვითონ თუ არ გაანთავისუფლე ადგილი შენ ცხოვრებაში უკეთესი მომავლისთვის, ის უკეთესი მომავალი არასდროს დადგება. მომავალზე საუბრის დროს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს წარსული და ის თუ როგორ მოვედით აქამდე. 2020 წელს გავაკეთე ჩემი YouTube არხი, როცა COVID-ი მძვინვარებდა და როგორც სხვა ყველაფერი, მაშინ ჩემი ბიზნესიც გაჩერდა. არ მქონდა საქმე, არც გეგმები, მაგრამ მქონდა ბევრი თავისუფალი დრო და კამერა. ავიღე ეს კამერა და უბრალოდ დავიწყე ვიდეოს გადაღება. ძალიან მარტივად იქვე სახლში, საძინებელში, ხალათით ჩავწერე პირველი ვიდეო. დუბლი 1. მოგესალმებით მეგობრებო, ეს რა არის, რაღაცია. ხოლოდ. მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი რა მოხდებოდა, მაგრამ რაც ვიცოდი ის იყო, რომ მინდოდა ჩემთან ერთად წამეყვანეთ. გადასაღებ მოედანზე, სამოგზაუროდ და მოკლედ ჩემი ცხოვრება გამეზიარებინა თქვენთვის YouTube პლატფორმის საშუალებით. მაგრამ ვაკეთებდი მხოლოდ საავტომობილო კონტენტს, რადგან დასაწყისში რამდენიმე ვიდეო ჩავწერე ავტომობილებზე და მოვეკეცი ჩარჩოებში. დინებას გავყევი და სტერეოტიპებს ავყევი, რომ თუ ერთ ნიშას აირჩევ, აუცილებლად უნდა გაყვე ამ ნიშას. და თუ გზას გადაუხვევ, რას იფიქრებს ხალხი? მე ვამბობ, რომ ხალხი იტყვის ვაუ. და თუ ეს ასე არ იქნება, არსებობდა ყოველთვის ხალხის ის კატეგორია, რომელიც ამბობდა ფუ. ხო ხვდებით, რისი თქმა მინდა. ჩვენ ყოველთვის გვასწავლიდნენ თუ რა არ შეიძლება. თუმცა არასდროს გვეუბნებოდნენ, რომ უსაზღვროა ჩვენი შესაძლებლობები. გავიაზრე რა ეს ყველაფერი, გადავწყვიტე რომ ჩემი სურვილებად აღარ დარჩებოდა და დრო იყო ისინი რეალობად მეკცია. ხორცი შემესხა ყველაფრისთვის. სწორედ ამიტომ გავაკეთე bucket list-ი. სია სადაც შეხვდები ისეთ სურვილებს, როგორიც არის მაგალითად ევროტურში მოგზაურობა ამ ავტომობილით. ის რაც ვიდეოს დასაწყისში შევასრულე უკვე და სხვა მრავალი, რომელსაც ჯერ ვერ გაგიმხევ. მაგრამ აუცილებლად გზა და გზა გაჩვენებ ყველაფერს. აქ ჩამოწერილია არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი გუნდის სურვილებიც და მიზნები, რომლებსაც აუცილებლად ხორცს შევასხავ და რეალობად ვაქცევ. მე ახალი პაპელა. რატომ BMW? მიუხედავად იმისა, რომ არსებობის განმავლობაში BMW-მ ძალიან ბევრი ლეგენდარული, ჩემთვის მიმზიდველი და პატივსაცემი მოდელი შექმნა, მაინც ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ BMW-ს ვიყიდი. ალბათ როგორც თქვენ, მეც ბავშვობაში სუპერქარებით ვიყავი გატაცებული. როცა თინეიჯერობის ასაკში შევედი, უკვე JDM კულტურამ დამაინტერესა და გამიტაცა იაპონურმა ავტომობილებმა, მაგრამ ყოველთვის ფონად, ასე ვთქვათ, პლატონურად შორიდან მომწონდა ხოლმე BMW-ს მოდელები. მაგალითად, E39-ის M5, E92 სერიის M3, Z-ის როდსტერები და სხვა. მაგრამ მაინც სულ მესმოდა, რომ ხალსა გუგე, კუბოა ძმა, კუბო, რა კიმია? პროფილაქტიკაში ცხოვრება გინდა? და მსგავსი ფრაზები. ხო და ეს ყველაფერი ალბათ ქვეცნობიერის დონეზე ილექებოდა ჩემში და ქმნიდა რაღაც უხილავ ბარიერს ჩემსა და ამ ბრენდს შორის. არ ვიყიდოთ BMW-ს. მას შემდეგ გავიდა წლები, დავიწყე YouTube-ზე მანქანების გადაღება და ძალიან მომეწონა BMW-ს ის მოდელები, რაც გავტესტე. თან ვთვლი, რომ G და F სერიაში BMW უკონკურენტოა. თუმცა ერთ-ერთმა მოახდინა ჩემზე იმ ხელას დაბეჭდილება, რომ ყიდვაზე დავფიქრებულიყავი. მანამდე, სანამ იმ ერთი განსაკუთრებული BMW-ს დრო არ მოვიდა, რომელსაც თბილისში ბუბუს M4-ის სახელით ვიცნობთ. დღემდე პირველზე წერია ეს ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ახლა ის არის სრულიად სტოკ ფორმაში, თავის დროზე მან რეკორდები მოხსნა.
ბუბუს M4 თავიდან სულ რამდენიმე დღით ვითხოვე, მაგრამ ისე მომეწონა, რომ ერთი თვე არ დაუბრუნე უკან. მოკლედ ამ მანქანამ სრულად შემიცვალა წარმოდგენა. აღმოვაჩინე, რომ თურმე ის ყველაფერი, რასაც სხვადასხვა მოდელებში ვაფასებდი და მომწონდა, აქ ერთად იყრიდა თავს. ხო და სულ რამდენიმე თვეში დადგა მომენტი, რომ Carline ავტოიმპორტის მხარდაჭერით და დახმარებით საკუთარიც კი შევიძინე. თქვენ უკვე იცით, რომ Carline ავტოიმპორტის დახმარებით წარსულს ჩამოვიყვანე მანქანა. GLC-ს გულისხმობ. მოკლედ GLC-ი რომ გავყიდე, მალევე გადავწყვიტე, რომ GL-ი მეყიდა. ცოტა ხანი იმითიც ვიკატავებდი და ალბათ მერე გავყიდდი. შევედი კოპარდზე, მე და ჩემი ძმაკაცი ვეძებთ კარგ GL-ის და უცებ აუქციონზე მხდება ეს ჯიგარი. მაშინ არც ვიცოდი, რას ნიშნავდა ჰერიტაჟი. ხო და ჩემი ძმაკაცი მომიტრიალ და უცებ და მეუბნება, რა GL-ი, ესეთი მანქანა მეორე დროდის გამოვა აუქციონზე. ხო და მეც ვიღებ ტელეფონს, ურეკავ გეგას, ალო, გეგა, როგორ ხარ? მოკლედ ძალიან მაგარი მანქანა გამოდით აუქციონზე, რომელთაც სასწაულ კონტენტს შევქმნით, ისეთ როგორც ჯერ ქართული YouTube-ს ალბათ არც უნახავს. ოღონდ ერთი პატარა პრობლემაა. ის ჩემს ბიუჯეტს სულ ცოტათი სცდება. ხო და აი ასე აუქციონამდე 3 საათით ადრე გადავწყვიტეთ, რომ F82 ჰერიტაჟს ვყიდულობდით. და ვიყიდეთ კიდეც. ბიჭო. მეორე დღეს ავდივარ Carline ავტოიმპორტის ოფისში ფინანსური ნაწილის გასავლელად და აღმოჩნდა, რომ ბიჭებმა ძალიან მაგარი სურპრიზი გაგვიკეთეს. მოკლედ გადაუწყვეტიათ, რომ ამ ავტომობილის არა მხოლოდ ტრანსპორტირების, არამედ სრულად აუქციონის ხარჯებს Carline ავტოიმპორტი დაფარავდა. ხო და არ ვიცი, მადლობა ძალიან მსუბუქი სიტყვაა. არ ვიცი ახლა რა უნდა ვთქვა. მე ვდებ პირობას, რომ მე და ჩემი გუნდი გავაკეთებთ ქართული YouTube-ზე ერთ-ერთ საუკეთესო კონტენტს ამ მანქანის დახმარებით და Carline ავტოიმპორტის დროშას რაიხსტაგზე ავიდეთ. ხო და აი ზუსტად მან დაიწყო ჩემი ემოციების ატრაქციონი. აღმასვლა და დაღმასვლა. მორევი, ქარცეცხლი, თუ არ ვიცი რა დავარქვა. სავარაუდოდ ამ ვიდეოს ბოლოს კარგად მიხვდებით, რასაც გულისხმობ. მანამდე გეტყვით, რომ ეს მანქანა ყველაზე შორეული შტატიდან, კალიფორნიიდან ჩამოვიდა ბათუმამდე. შემოვედით ბათუმის პორტში. აი ეს ყვითელი კონტეინერია, რომელშიც იმალება ჩემი ახალი ავტომობილი და ერთი სული მაქვს, როდის გაიხსნება და ნახავთ, რაც გამოვიწერეთ, ის ჩამოგვიყვანა თუ არა Carline-მა და ხო პატარა. გახსნით გამოგიშვებთ, გაგამთავისუფლებთ. ჩემი აზრით ყველაფერი გასაგებია და ნათელია ყველაფერი ჩემი. კაი, არ ვუყურებ, აი ესე უკუსვლით შევიდეთ და უცებ ხო არ ხადაობ რა მაგარი ფერია ლაივში. ვინც ყველაზე სიტყვები დავეკარგა, ავიჭერი, ავიბნიე. ძალიან მაგარი ფერია. ლაივში არის ძალიან მაგარი. დაჟე ვიდეოში არ ჩანს ეგეთ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, ორი ბუბუ ადასტურებს, რომ საქართველოში ერთადერთი ბირკით 20-იანი M4 იქნება. ერთად გავხედნოთ რუსთავში და შეგეხმიანებთ. მადლობა, დროებით. აირბაგის თელია, ამას ჩავკეცავთ, იმას მივკეცავთ. პალროკაში ამოვა ყველაფერი. აუ, ძალიან კაი გამოვა. შენგენაცვა. უყვარდა დალეო. ბევრი არ ვიცი რა ვილაპარაკოთ, დაულაგდები და მერე ვილაპარაკებ. ვისაც გაგიხარდათ, მადლობა. სანამ იმას მოგიყვებით, თუ როგორ იტანჯა ჩემმა ტანჯულამ და ამისწოდით მე, მანამდე გეტყვით, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი F82-ის M4.
ეს არის BMW M4 F82 Competition Edition Heritage. ხო, ძალიან გრძელი სახელი გამოვიდა, მაგრამ ძალიან იშვიათი და განსაკუთრებული სპეციფიკაციაა. ამის შესახებ ძალიან მალე მოგიყვებით, მაგრამ მანამდე ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა, რომ არა ბუბუ, არ ვიცი რა ბედი ეწეოდა ამ მანქანას და სიმართლე გითხრათ, არც მინდა რომ წარმოვიდგინო და აქედანაც ესე საჯაროდ, სახალხოდ ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძმაო შენ და შენ გუნდს იმ ხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის, რაც გამოხატეთ ჩემს მიმართ. მოკლედ, დიდი მადლობა ბიჭებო. ვფიქრობ, რომ idеალური F82 უნდა გამოიყურებოდეს ზუსტად ასე. ერთადერთი პატარა დეტალი, რაც აკლია, არის წინა კარბონის ტუჩი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქორწილში გამძვრა. ხო, იმიტომ რომ ძალიან დაბალია მანქანა. უпростоად იყო. ეს წინა ტუჩი, რომელიც ქარს გავატანე, ქართველი ძმების დამზადებულია აქ თბილისში. ხო, მეც არ ვიცოდი, რომ საქართველოში კარბონზე მუშაობდნენ და როდესაც ნაწილები დამჭირდა, ზუსტად მაშინ აღმოვაჩინე და ძალიან გამიხარდა, რომ გამოსაწერი აღარ მექნებოდა ეს ნაწილები. ხო და shout out to Kezo Design, რომლებმაც დაამზადეს ამ მანქანაზე კარნიზები, წინა ბამპერის დამატებები და ტუჩი, რომელიც გარე კადრებში აყენია, მაგრამ დღეს აღარ აყენია. თუმცა ყველა ავტომოყვარული დამეთანხმება, რომ მანქანა იდეალურ ვიზუალზე ვერასდროს ვერ იქნება, თუ მას არ აქვს პროფესიონალური პოლირება და კარგ შემთხვევაში კერამიკა გაკეთებული. ეს ისე დელიკატური საკითხია, რომ აუცილებლად უნდა ვენდოთ პროფესიონალებს. პროფესიონალებს, რომლებმაც იციან თავის საქმის კეთება, თორემ ხშირად არის ხოლმე, რომ პოლირებით კი არ აუმჯობესებენ, არამედ აუარესებენ ხოლმე მანქანის ვიზუალს და ცუდ შემთხვევაში შესაღებიც კი ხდება თავიდან ზოგიერთი დეტალი. ხო და ესეთი პროფესიონალები, რომლებსაც თვალდახუჭული ვენდობი, მე ჩემ შემთხვევაში აღმოვაჩინე პარკში. რა თქმა უნდა, ვისვანდობდი ჩემს ავტომობილს თუ არა ჩვენს მეგობრებს პარკში, მოვიყვანე აქ, რომ გავაკეთოთ პოლირება, კერამიკა, ქიმწმენდა, ძრავი უნდა ჩავრეცხოთ, ფარებზე გადავაკრავთ დამცავ ფირს და მე ყველაზე მეტად რაც ეხლა ინჟინერებს მიშლის არის აი ესე ცუდად ახეული, საშინლად დატოვებული მინის დამუქება, ფირი, მაგრამ სანამ ავტომობილზე მძიმე სამუშაოები დაიწყება, პირველ რიგში პარკის სამფაზიანი რეცხვა. მოვაკითხე მანქანას, შესანიშნავად გამოიყურება, ვერც უცნობს სიმართლე გითხრათ, აქაც ყველაფერი შესანიშნავად გამოიყურება. რა სამუშაოები ჩატარდა ამ ავტომობილზე თქვენ ვიდეოში უკვე ნახავდით, პარკში მაინც მოახერხეს და დაუბრუნეს ის ულამაზესი ვიზუალი, რაც ჰქონდა ამ ავტომობილს მაშინ, როდესაც იყო სრულიად ახალი 6 წლის წინ. მანქანა ჩემამდე ამერიკიდან ჩამოვიდა პროგრამით, ეთყობოდა რომ სტოკი არ იყო, არც დეტალები ეყენა სტოკი რაღაცეები, მაგრამ რაღაც გაურკვევლობა ხდებოდა ამ პროგრამაში. აშკარად გამართულად ვერ მუშაობდა და ამ მიმართულებითაც გადავწყვიტე რომ საქმე დამეჭირა თავის საქმის პროფესიონალთან და ბუბუს საქართველოში ყველაზე სწრაფი პროექტის ავტორის რჩევითაც მივაკითხე იმ ადგილს, სადაც BMW-ს ენა ყველაზე კარგად ესმის. F82-დანო ამერიკაში უბრალოდ ესე ნასტროები. ვარ სრულიად ახალ გარემოში, სადაც აქამდე არც ერთ ვიდეოში არ ყოფილვარ და ეს არის Gez Motors-ის კახეთის გზატკეცილის ფილიალი, მთავარი ფილიალი. ხო და რა ხდება? წლების განმავლობაში ჩემი პირველი მანქანიდან მოყოლებული ყოველთვის ვასხავდი ლიქვიმოლის ზეთს. ხო და
ძალიან მიხარია გაცნობოთ, რომ დღეიდან ჩვენი არხის მხარდაჭერი იქნება GES Motors-ი და Liqui Moly. ხო და იმ ძრავში, რომლიდანაც მე ქარხნული 454 ცხენის ნაცვლად პირველ მაპზე 470 ცხენი ამოვიღე საბურავზე, ასხია Liqui Moly. ხო, ცოტა ჩახლართულად გამომივიდა. მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ ამ მანქანაში პირველივე დღიდან ასხია Liqui Moly და ეს ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ დღესდღეობით ბაზარზე არის საუკეთესო ზეთი. და როდესაც მანქანას ისე იყენებ, როგორც მე, აუცილებელია შენ ძრავში ესხას ისეთი ზეთი, როგორც არის Liqui Moly. როგორც მიხვდით, პირველ მაპზე გვაქვს 470 ცხენის ძალა საბურავზე. მეორე მაპი არის 510, 515 ცხენის ძალა საბურავზე, მაგრამ არა მაღლებში, არამედ უფრო დიდ დიაპაზონზეა გაშლილი და ნელ-ნელა მოდის ეს ძალა, იმიტომ რომ არის ტრეკზე ორიენტირებული მაპი. მესამე მაპზე იგივე ძალა გვაქვს დატოვებული, თუმცა უკვე მაღლებშია წაღებული მაქსიმალურად ეს ძალა და არის დრაგზე ორიენტირებული მაპი და მეოთხე სპირტის მაპი, რომლის ციფრებიც ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, მაგრამ ამ ვიდეოში გამხელას არ ვაპირებთ. ასევე თქვენი ვარაუდი გამოვუშვით, რა ციფრები შეიძლებოდა რომ ამოსულიყო სპირტზე. იმას გეტყვით, რომ აყენია ერთადერთი down pipe და charge pipe-ები და სპირტის S60-ის პროგრამა ჩავწერეთ. დაიდება ვიდეო, სადაც ვზომავთ 0-100, 100-200, 402 მეტრს და სხვა, ასე ვთქვათ, ჩვენი კალიბრის ავტომობილებთანაც გავგორდებით. ძრავი, რომელიც ამ მანქანიდან ამოღებული მქონდა და რატომ მქონდა ამოღებული, ამას მალე გაიგებთ, თან ორჯერ. გადავწყვიტე მიმენდო თავის საქმის ოსტატისთვის, მახო შავლაშვილისთვის. ამ ავტომობილზე შეიცვალა კლადიშები და დაყენდა CSR-ის რეისინგები, რაც ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც შეიძლება რომ დააყენოთ და ჩემდა გასაკვირად აქ საქართველოში ვიშოვე. მაღაზიაში AutoBros. მათი საკონტაქტოც იქნება აღწერაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ამ ძრავზე დასერვისდა, არა უფრო დაყენდა, არის 4-პინიანი კრენკაბი. ვინც არ უნდა გითხრათ, რომ დაუნშიფტები არ გააკეთო, მოუფრთხილდი და არ გჭირდება და ასე შემდეგ, დაიგნორეთ და თუ S55 ძრავზე ყიდულობთ მანქანას, აუცილებლად ეგ $1500 გაიმეტეთ და დააყენეთ კრენკაბი. სანამ გვიანი არ არის, დამიჯერეთ, მადლობას გადამიხდით. იმიტომ რომ, რომაჩი ჩუამ რო არ დააყენა, კი იცით რაც მოხდა. ორჯერ. ერთი წუთის მხოლოდ და ერთი წუთის შემდეგ. აბა რა ხდება? ყიდი ჩემემს. ერთი წუთის შემდეგ. მახო არის თავის საქმის ზე პროფესიონალი ადამიანი, ძრავზე თუ რაღაცა პრობლემა გექნებათ, მიმართეთ ხოლმე მახოს, იმიტომ რომ ბოლოს მაინც მახოსთან მოგიწევთ მისვლა. Engine bearings, ანუ იგივე კლადიშები, ACL დააყენეთ ყოველთვის. დაგჭირდებათ კიდევ ესეთი ბრაკლატკები. აჰა. ესეც არის ბრაკლატკა. ბრაკლატკას რა ქვია? შეიძლება ვიღაცამ ფიქროს, რომ აი რატო და რა დგინდოდა და რა საჭირო იყო, მაგრამ ღამე რომ შვიდად გძინავს, მაგ შეგრძნებას არაფერი არ ჯობია. ფასდაუდებელია. კიდრო მოვხდა თუ ტორტ? კიდრო მოვხდა. სვეჩებს თუ გაცვლი ტორტშიო რა? Torti mes magaz vam. სიტყვა ჰერიტაჟი მემკვიდრეობას ნიშნავს. ხო და BMW-ს თავისი M performance-ის მემკვიდრეობა უნდოდა, რომ კიდევ უფრო ხმამაღლა გამოეხატა და 2020 წელს ბოლო F82 სერიისთვის საიუბილეო ვერსია Edition Heritage გამოუშვა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სულ რაღაც 750 ცალია ნაწარმოები და აქედან
ერთი საქართველოშია. თუ ერთზე მეტია და ვინმე სადმე გეგულებათ, ძალიან გთხოვთ კომენტარებში გამოუშვით, იმიტომ რომ დიდი სიამოვნებით გადავიღებდი 2 ჰერიტაჟს ერთად, ან კიდევ უფრო მეტ. მანქანა არის ბირკით 20-იანი. ხო და ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან იშვიათია და მეთანხმებით, იმიტომ რომ რეალურად 19-ის ბოლოს უკვე შეწყდა F82 სერიების წარმოება, 20-ის დასაწყისში ძალიან ცოტა გამოვიდა, იმიტომ რომ 20-ში დაიწყო უკვე G82 სერია. ხო და აქამდე ბუბუს ჰქონდა ეგ ტიტული, რომ ყველაზე ახალი F82 ყავდა საქართველოში და ეგ ტიტული ამ მანქანით წავართვით. სხვა ტიტულებზე არ გვაქვს პრეტენზია მაგას რა დაეწევა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. მოდი ახლა დეტალურად გადავიაროთ თუ რა გამოარჩევს ჰერიტაჟს ჩვეულებრივი M4-ისგან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფერი, მაგრამ სანამ ამ ფერზე უფრო მეც გეტყვით, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჰერიტაჟები გამოდიოდა აი ესეთი ფერის ნახევრად მატი განმეტალის ფერის სტაილ 3/6-იანი დისკებით, რაც სხვა არც ერთ F სერიის competition-ის მოდელზე არ გვხვდება. ხო და მანქანის ფერს რაც შეეხება, როგორც უკვე გითხარით, ეს არის velvet blue, ხავერდოვანი ლურჯი, რომ გადმოვთარგმნოთ ქართულ ენაში და ჩემი აზრით არის ძალიან ლამაზი ფერი. ხო და ამ 750 ცალიდან მხოლოდ 250 ცალი გამოვიდა ეს ფერი, რადგან BMW-მ M-ის ფერებში გამოუშვა Heritage Edition-ები და თითო ფერში მხოლოდ და მხოლოდ 250 ცალი მოდელი აწარმოა და მე ვფიქრობ, რომ ამ სამი ფერიდან ყველაზე გამორჩეული ფერი არის ეს, რადგან წითელი და ცისფერი ფერები ისედაც ხშირად გვხვდება ამ ბრენდის სხვადასხვა მოდელებში. სამ ფერს ჰქონდა სამივეს ინდივიდუალური განსხვავებული ფერის ინტერიერი. მაგალითად, წითელი გამოდიოდა წითელის და შავის კომბინირებით. ცისფერი, შავის და თეთრის, როგორც ეს, მაგრამ იქ ცოტა სხვანაირად იყო დეტალებზე ეს შავი და თეთრი ფერი გადანაწილებული და ვფიქრობ, რომ ჩემს შემთხვევაში ინტერიერიც საუკეთესო ვერსია შემხვდა, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ, რომელი უფრო მოგწონთ, ერთი გამანდეთ ეგეც კომენტარებში. კარბონის მიმართულებით ინტერიერშიც იზრუნეს და დეტალებში ჩააქსოვეს M-ის ფერები. რაც დღისით საერთოდ სხვა ფერია, მზე რომ დაარტყავს საერთოდ სხვა ფერი და ღამე კიდევ უფრო განსხვავებული ვიზუალი აქვს და ძალიან სასიამოვნო და გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის ინტერიერში. არეონის X-თან ერთად. ჰერიტაჟებს ქარხმულად აქვს აი ესეთი M-ის 3 ზოლი მთელ სიგრძეზე კარბონში ჩაყოლებული, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან პატარა, მაგრამ ექსკლუზიური და საყურადღებო დეტალია. მოკლედ, მაგრა დასწორებს ეს პატარა, მაგრამ ექსკლუზიური შტრიხები. როგორც მინიმუმ მანქანაში რომ ჩაჯდები და ტორპედოზე ხედავ წარწერას, რომ 750-დან სოფლიოში ერთი შენია, ეს ძალიან განსაკუთრებული შეგრძნება. ალბათ მიხვდით, რომ ჰერიტაჟი არის ვიზუალური პაკეტი და გამოირჩევა ისეთი ექსკლუზიური დეტალებით, როგორიც არც ერთ სხვა F82-ში არ მეორდება. ახლა კი წავიდეთ და ძალიან მოკლედ აგიხსნით, რა მომწონს ზოგადად F82-ის M-ში. პირველ რიგში, როდესაც მანქანას ვაფასებ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ჩემთვის არის ის, თუ როგორ სრიალებს. ხო და ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ ამ საფასო კატეგორიაში და არა მარტო ამ საფასო კატეგორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა ზოგადად F სერიის პლატფორმა F82, F80, F87, მაგრამ განსაკუთრებით მომწონს მაინც F82. მარტო სრიალი ხო არ არის. როდესაც გინდა რომ სწორ ხაზზე აჩქარდე, ესეც ძალიან კარგად გამოსდის, იმიტომ რომ ძალიან დაბალანსებული პლატფორმაა F სერია და ყველაფერში მაგრად გისწორებს, მაგრამ როგორც კი მოგინდება რომ მოწყდეს, საჭეს არ ტყავ და ეგრევე მიდიხარ ზუსტად ისე, აი როგორც გაიფიქრებ. ამ ყველაფერს დავამატოთ ის, რომ მანქანაზე აყენია სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გადაცემათა კოლოფი. BMW-ს 7 სიჩქარიანი DCT. ახალ სერიებში აღარ არის და შესაბამისად BMW-მ მისი სპორტული ხასიათი აშკარად დაკარგა და სპორტულ ხასიათთან ერთად
ნაკლებად დამჯერიც გახდა G-series M-ები. ეგ მარტო კოლობს არ უნდა დავაბრალოთ, მაგრამ მოდი მაგ თემაზე მერე ვისაუბროთ. ეს მანქანა მაძლევს საშუალებას, რომ ვისრიალო ისე, როგორც მინდა და ამასთან ერთად აქვს ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, რაც ყოველდღიურობაში მჭირდება და ასე ვთქვათ, აუცილებლად მოვითხოვ მანქანისგან. აქ უნდა ჩამოვჭდეთ, მაგრამ სანამ გეტყვით თუ რა დაგვიჭდა ეს ავტომობილი, შენი ვარაუდ დაგვიწერე კომენტარებში. მანამდე მინდა მოგიყვეთ ამაზე. ეს არის გამომწერების ბანკი. ჯერჯერობით ძალიან პატარაა, იმიტომ რომ ჯამურად 65,000-ნი ვართ ყველა პლატფორმაზე, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული რამდენად დიდი გახდება. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა 65,000-ნი ვართ ჯამში, აქ არის 6,500 ლარი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს 6,500 ლარი აქციოთ 50,000 ლარად. როგორ? მოკლედ ყველა პლატფორმაზე სადაც გავხდებით პლუს 1000-ნი, აქ დაემატება 100 ლარი. ანუ არ აქვს მნიშვნელობა სად გავხდებით 1000-ით მეტი, Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე თუ YouTube-ზე, აქ დაემატება 100 ლარი. და ჯამში, როდესაც ყველა პლატფორმაზე ერთად გავხდებით 500,000, აქ იქნება 50,000 ლარი. თუმცა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მათი სურვილით 1 ლარიდან ულიმიტოდ დაამატოს ამ ყულაბას და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოგვივა 50,000 ლარზე მეტი. ხოლო, როდესაც გავხდებით 500,000, მაშინ უკვე თქვენ გადაწყვიტავთ, რა ბედი ეწევა ამ თანხას. მოკლედ, მე გაძლევთ გარანტიას, რომ აქ საკუთარი ძალებით 50,000 ლარს შევაგროვებ, მაგრამ ასევე მოუწოდებ ნებისმიერ კომპანიას, რომ ამ დიდ საინტერესო და საქართველოში უპრეცედენტო საქმეში ჩაერთეთ. სანამ ამ მანქანას შევიძენდი, ვთვლიდი, რომ M4 არის მანქანა, რომელშიც უნდა გადაიხადო 20-დან 25,000 დოლარამდე. არა აუცილებელი იყოს კომპეტიშენი, არც რესტაილინგი, მთავარია იყოს ტექნიკურად მწყობრში და ისე იხმარო, რომ არაფერში არ დაგენანოს. სწორია? კი, სწორია. ასე მოვიქეცი? არა. ამ ავტომობილში აუქციონზევე გადავიხადეთ 25,000 დოლარზე მეტი და საბოლოოდ ბათუმამდე 33,000 დოლარი გამოვიდა ხარჯი. ამის შემდეგ ბუბუსთან არც ნაწილებში და არც სერვისში არაფერში თანხა არ გადამიხდია. მახო შალვაშვილიც ძმაკაცურად დამიდგა გვერდში. პარკთანაც დიდი ხანია ვმეგობრობთ და არც იქ ყოფილა, რა თქმა უნდა, ფინანსებზე საუბარი. რაც ვიყიდე ლადო ტეფნაძესთან და იქაც საკმაოდ კარგი ფასდაკლებები მივიღე, მაგრამ მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად ემის ნაწილები ძალიან ძვირია და დაახლოებით 12-დან 13,000 დოლარამდე წავიდა ნაწილებში. ხო და არც ლიდერ მოტორში გადამიხდია თანხა არაფერში, მაგრამ მან რა ამბები იყო, მაგას ძალიან მალე გეტყვით. საბოლოო ჯამში ამ მანქანის ღირებულება ისე გამოვიდა, რომ G82-ზეც შეიძლებოდა რომ გამოგვეკრა ხელი, მაგრამ სად G-სერია და სად F-ი. ნანობ არა, არ ვნანო. და ვთვლი, რომ თუ M4-ს ყიდულობ, ბარემ ესეთი უნდა იყიდო. და აი, დაგენანება თუ არ დაგენანება, ეგ აქ არის გადასაწყვეტი. მე იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ავტომოყვარულები მიხვდებით, საერთოდ რატომ გადავყევი ამ მანქანას ასე და რატომ დაჯდა ეს თანხები. და ზოგადად რატომ ვიხდით ავტომოყვარულები ჩვენ სიამოვნებაში ესეთ თანხებს. მაგრამ ხო არსებობენ კაცები, რომლებიც საერთოდ ვერ ხვდებიან ამ ყველაფერს და ვერ გვიგებენ თუ რატომ მოგწონს ეს მეტალის ქმნილებები ასე ძალიან. აი ეგეთ კაცებს რა მოსწონთ, მე მაგას ვერ ხვდები. ალბათ სხვა კაცები. და შენც თუ ისევე მოგწონს ავტომობილები როგორც მე, მაშინ აუცილებლად გამოიწერე არხი, დაალაიქე ეს ვიდეო და დაგვიწერე კარგი ვრცელი კომენტარი. ჩვენ კი გადავიდეთ ამ მანქანის ტანჯვაზე და იმაზე თუ რა ხდება მაშინ, როდესაც არაპროფესიონალის ხელში ჩავარდება მანქანა. და დადგა დრო ამ ვიდეოში ყველაზე დელიკატურ საკითხზე ვისაუბრო. სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ მინდოდა ამაზე საუბარი. არც ის არ მინდოდა რომ ეს თემა სასაუბრო გამხდარიყო, თუმცა ალბათ სხვა გზა არ მაქვს და მინიმუმ იმ ადამიანების წინაშე ვარ პასუხისმგებელი, ვინც კომენტარებს მიწერდით, რომ სად ხარ, რატომ დაიკარგე, დაგვიბრუნდი, ქუჩაში მხვდებოდით, პირადში მწერდით იგივე საკითხზე და ვფიქრობ, რომ ამ არხზე მე მარტო არ ვარ, თქვენთან ერთად ვარ და შესაბამისად პასუხისმგებლობა მაქვს ჩემი აუდიტორიის წინაშე, რომ იცოდეთ, რატომ ავდებ 6 თვე ვიდეოს.
18 ნოემბერს მიმყავს მანქანა ღამე ლიდერ მოტორსში, შაბათი დღეა, უბრალოდ შაბათის აღამოა და ვერ ვითმენ ორ შაბათამდე კვირას მივდივარ მე თვითონ მარტო, იმიტომ რომ სხვა არავინ არ მუშაობდა იქ და ვიწყებ მანქანის დაშლას. ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს პროცესები, წინ წავიგდო საქმე, ასე ვთქვათ, რისი გაკეთებაც შემიძლია მე თვითონ გავაკეთო, რომ მალე დადგეს მანქანა ფეხზე, გაკეთდეს ყველაფერი, მიეცეს გადასაღების სახე და დავიწყო ვიდეოს გადაღება, რადგან დაგეგმილი მაქვს, რომ ახალ წელს ვიწყებ ახალი მანქანით, ახალი კონტენტით და ბევრი სიახლით ამ ყველაფრის ირგვლივ. თუმცა, როგორც ხედავთ, ჩემი მოლოდინები არ გამართლდა და რა თქმა უნდა ახალი წელი ისე მოვიდა, რომ ვერ დავიწყე ახალი კონტენტით და ამას ჰქონდა შემდეგი მიზეზები. რეალურად მანქანაზე მეგონა, რომ ძალიან მსუბუქი სამუშაოები იყო საჭირო და იმაზე მეტი სამუშაოები აღმოჩნდა, რომ იყო საჭირო, ვიდრე მე მეგონა. ეს არავის ბრალი არ არის, რა თქმა უნდა, მანქანა ჩამოვიდა ესეთი, მაგრამ მაინც მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც იყო მანქანაზე გასაკეთებელი, მაქსიმუმ ყველაფერი თავის საბოლოოდ შეღებით იყო 2 კვირის საქმე. მაქსიმუმ რომ გავწევოთ, თქვათ 1 თვის საქმე. ნუ საბოლოო ჯამში მაქვს მოლოდინი, რომ 18 დეკემბერს მანქანა მეყოლება მზად, დავიწყებ ვიდეოს გადაღებას და იანვარში ეგრევე შემოგთავაზებთ ახალ ვიდეოს ახალ მანქანაზე. თუმცა იმ მომენტში ლიდერში მუშაობს ისეთი ადამიანი თუნუქის მიმართულებით, რომელიც თავის საქმის გარტყმაში არ არის. ან ზარმაცია, ნუ ამას მე ვერ გავიგებ სამწუხაროდ, მაგრამ რაც გავიგე ის არის, რომ მანქანა გარედან იდეალურად დააზაზორა და რომ მივედი სანახავად, არ ვიცი, ტაშ დაუკარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო მხოლოდ გარედან და მხოლოდ ვიზუალურად გაკეთებული და როგორ ისე რომ შიგნიდან საერთოდ სამუშაოები არ ჩაუტარებია და რეალურად ეკრანზე ახალი ნახრეტები გააკეთა, რაღაცეები ხელით გადაწია, გადმოწია, გაღუნა, მიღუნა, მოგუნა და გარედან მიიღო იდეალური შედეგი. შიგნიდან მანქანის გეომეტრია დაიკიდა. ხო, მაგარია. ხო, მოკლედ ძმამ ისე გააკეთა, რომ მარჯვენა საბურავი დამიტოვა 1 სანტიმეტრით უკან. ამ დროს ლიდერ მოტორსში არც დამფუძნებელი და არც მთავარი მენეჯერი საქართველოში არ არიან და სამწუხაროდ პირდაპირ მიწევს მე კომუნიკაცია კონკრეტულად ამ ადამიანთან, რომელსაც რეალურად სამწუხაროდ ვერაფერს ვერ ვაგებინებ, ვერც ის ვერ მაგებინებს და შევდივართ ჩიხში. საბოლოო ჯამში იქამდე მივედით, რომ ჩინელების final boss-იც ჩაერთო საქმეში, აიღეს პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი იქნებოდა იდეალურად და გაკეთდებოდა ეს ავტომობილი და იცოდა იმან, უბრალოდ არ გააკეთა, იმიტომ რომ არ ვიცი, საიდანაც ჩამოვიდა იქ ეგრე კეთდება მანქანები და ეს იყო მიზეზი და აუცილებლად გააკეთებდა იდეალურად ყველაფერს, ოღონდ უნდა ამომეღო მანქანიდან ძრავი, რომ იქ იდეალურად მიდგომოდა ყველაფერს ჩვენი მეგობარი. თუ მეც დაუჯერე, წავედი ბუბუსთან, ამოვიღე ძრავი, დავაბრუნე მანქანა უკან, დაიწყეს მანქანის კეთება და მანქანას მიგზავნიან უკან 28 დეკემბერს და მეუბნებიან, რომ ყველაფერი არის იდეალური, გადაზომილი, გადმოზომილი, ყველაფერი თავის ადგილას არის. ამყავს ბუბუსთან მანქანა, უბრალოდ აგზავნიან ბუბუსთან მანქანას, მე იქ არ ვარ, ბუბუ მირეკავს და მეუბნება, რომ მე ამ მანქანაში ძრავს არ ჩავდებ. იმიტომ რომ ზუსტად იგივე პრობლემა აქვს, რაღაცეები არის არასწორად თავის ადგილზე მოყვანილი, უბრალოდ შესაბამისად არ არის თავის ადგილზე მოყვანილი და მანქანის გეომეტრია კვლავ არეულია. ანუ პრობლემა გვაქვს ისევ დიაგონალებში. მიდის ეს მანქანა უკან ბუბუსთან და 30 დეკემბერს ბრუნდება. კიდევ რაღაც ხარვეზი აქვს, მიდის ეს მანქანა ისევ უკან, 30-შივე საღამოს ბრუნდება, 31-ში დილით მე ავდივარ ბუბუსთან, ვიწყებთ ძრავის ჩადებას. სიმართლე გითხრათ, იმდენად გადარბენაზე ვიყავით, რომ ვერ ვასწრებდით ვერაფრის გაზომვა, გამოზომვას და მოდი რა ჩავდოთ ძრავი, ახალ წელს ახალი მანქანა დავქოქოთ, აი ამ განწყობით ვიყავით. ჩავდეთ ძრავი, დავქოქეთ და 31 დეკემბერს საღამოს 9 საათზე გამოვდივარ ბუბუს სერვისიდან. რა რიცხვია დღეს? 31 დეკემბერი. დაიქოგე ღმერთო! 1 წუთში გახდება 8 საათი. და ავაწყეთ მანქანა, ახალ წელს სახლში მიმყავს. მადლობა ბუბუს. სად ახარ ვალე? ვალე, რატო ხარ აქ? არ ვისური. აქ რატო ხარ?
რატო ვარ და ესე ახალ წელს მეთქი ხალხს მეთ უმანქანოდ სახში არ უშვებთქო რა ყველას აბსოლუტურად მანქანებით უშვებს სახშიც ნო და ეხლა ყველა რო სახში მომეს წავალ მე აქვე ცხოვრობს 12 შორს არ ცხოვრობ ჩათვალი არ ცხოვრობ ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენი ძმა იბრალებდა იმას რისი გაკეთებაც არ შეეძლო მოკლედ როგორც თქვენ სავარაუდოდ მეც ორკვირიანი ახალი წელი მქონდა და როგორც სხვა ყველა ქართველს და უკვე აი ამ ნიგვზიანებიდან გაბრუებული რომ დაუბრუნდი და დაუბრუნდი რეალობას და მანქანისთვის მოვიცალე, დავქოქე, გამოვედი ქალაქში და ფაქტია რომ მანქანა ისე არ იქცევა როგორც უნდა იქცეოდეს. საბოლოო ჯამში ნოდოსთან ლიდერ მოტორსის დამფუძნებელთან საუბრის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე რომ ეს ადამიანი არც ჩემს და ამის შემდეგ არც სხვა არც ერთ მანქანას აღარ გააკეთებდა, რომელიც ლიდერ მოტორში მივიდოდა. აზრი ისე გამოდის, რომ მე გავხდი ვიღაცის სამსახურის დაკარგვის მიზეზი, თუმცა მე მომხმარებლის პოზიციიდან რომ შევეფასო ეს ყველაფერი, ძალიან ცოდოა ყველა ის ადამიანი, რომელიც მსგავსი ხელოსნის ხელში ჩავარდება. შესაბამისად, ალბათ ეს იყო ყველაზე ლოგიკური გამოსავალი იმისთვისაც, რომ ნოდო თავის იმიჯს მოფრთხილებოდა და ასევე აღარ ყოფილიყო მსგავსი შემთხვევები ლიდერ მოტორში. შესაბამისად, როგორც მე ვიცი დღევანდელი ინფორმაციით, დღეს უკვე სხვა ოსტატები მუშაობენ სათუნუქე მიმართულებით ლიდერ მოტორში. მე კი წავედი სხვაგან სათუნუქე სამუშაოებზე, დავდექი რიგში და ჩემი რიგიდან ზუსტად 3-4 დღეში მანქანა უკვე იყო იდეალურად გამართული. ოღონდ რა თქმა უნდა, მეორედაც მომიწია ძრავის ამოღება. ყველაფერი გაკეთდა იდეალურად, ქარხნულივით, ზუსტად ხელოვნების დონეზე, ასე ვთქვათ. მანქანა დაბრუნდა უკან ლიდერ მოტორში, შეიღება ყველაფერი, აიწყო, აბრუნდა ბუბუსთან, ჩავდგით ძრავი და საბოლოო ჯამში გაერთიანებული ძალებით მივიღეთ საუკეთესო შედეგი, რომელიც თავიდანვე გვინდოდა ყველას. ისიც აღსანიშნავია, რომ ლიდერში სათუნუქე სამუშაოების გარდა სხვა სამუშაოების მიმართულებით გვაქვს ნული პრეტენზია, ყველაფერმა ჩაიარა იდეალურად, ფერი დასვეს იდეალურად, შეიღება ავტომობილი იდეალურად, მაგრამ მე დავკარგე ძალიან ბევრი დრო, რომელიც ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, მით უმეტეს ჩემს შემთხვევაში, როდესაც ძალიან სწრაფი რიტმით ვცხოვრობ, ყველაზე ძვირფასი რესურსია. საბოლოო ჯამში აი ამ ჯაჭვური რეაქციით დადგა ის სამწუხარო შედეგი, რომ უკვე მე-11 თვე დაიწყო, რაც ეს ავტომობილი ამერიკაში მოვიგე და სამწუხაროდ ვიდეოს ახლა ვიღებ. სწორედ ამიტომ გთხოვ, რომ მოიწონო ეს ვიდეო, გამოიწერო არხი და დაგვიწერო, რაც შეიძლება დიდი და ვრცელი კომენტარები. მოკლედ, ჩვენ რომ შეგვეფერება, ძმაკაცურ გულთბილ დახვედრას ველოდები თქვენგან. მე კი აქვე საკუთარ თავთან ვდებ პირობას, რომ ამის შემდეგ ვერაფერი ვეღარ გამაჩერებს. დავდგეთ ძმა. 1 2 3 მოდი მაღალი შე კაი, გათიშე, ეს თუ გამოვა, გრამი გამოვა, თუ არ გამოვა, არ პროფილაქტიკას ცხოვრება გინდა. ეს ძალიან გაიღო, ბაბე. აუ, ეს მომეწონა.